ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ამ ქალაქს უდიდესი ისტორია აქვს. ამ ისტორიის ნაწილია საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი, რომელიც 100 წლის წინ აშენდა და ქალაქის ნომერ პირველი საავადმყოფო ეწოდა. მე-19 საუკუნის ბოლოს ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობამ შექმნისთანავე დაიწყო ზრუნვა ქუთაისის საავადმყოფოს დაარსებისათვის. უკვე 1879 წელს შედგენილი იქნა საავადმყოფოს წესდება, თუმცა იმ პერიოდისთვის საავადმყოფოს გახსნა ვერ მოხერხდა. ქალაქისათვის ერთგვარი შვება იყო 1890 წელს ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის სამსონ თოფურიას მიერ დაარსებული კერძო საავადმყოფო, ეხლანდელი ყოფილი ფიზიოთერაპიული, მაგრამ ქალაქი საკუთარი საავადმყოფოსათვის ზრუნვასა და ბრძოლას კვლავ განაგრძობდა. 1902 წელს შერჩეული იქნა კლიმატურ-სანიტარული მდგომარეობით საუკეთესო ადგილი, პრაქტიკულად ბუნებრივ პარკში. 1906 წელს გამოცხადებულა საჯარო ვაჭრობა ქალაქის საავადმყოფოს აშენების იჯარით გადაცემისათვის, მაგრამ ხარჯთაღრიცხვის სიმცირის გამო ეს ვაჭრობა არ შემდგარა. შემდეგ განმეორებით გაზრდილა ხარჯთაღრიცხვა და საბოლოოდ 1907 წელს გამოიყო თანხა, რომ აშენებულიყო ქალაქის საავადმყოფო, რომლის მშენებლობა დაიწყო და 1912 წელს გაიხსნა ქუთაისის საავადმყოფო 4 განყოფილებით 45 საძოლზე. ეს იყო სადოსტაქრო, ეგრეთ წოდებული ქირურგიული, თერაპიული ანუ შინაგანი, სამშობიარო და ვენერიული საძოლებით. ქალაქმა დიდი ზეიმით გადაიხადა ახალი საავადმყოფოს გახსნა. მიწვეული იყო ბევრი სტუმარი, ნადიმიც გაიმართა. მოწვეული იყო მხცოვანი პოეტი აკაკი წერეთელი, რომელმაც მოხდენილი სიტყვა წარმოთქვა საავადმყოფოს გახსნის გამო. ეს ინფორმაცია ყოველდღიურ გაზეთ იმერეთში დაიბეჭდა. საავადმყოფოს პირველი ხელმძღვანელი და იმავდროულად ქირურგიული განყოფილების გამგე იყო ედუარდ როცევიჩი. საავადმყოფოში დაარსებისთანავე მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის თვალსაჩინო წარმომადგენლები მიხეილ ბეთანელი, ვალერიან ლორთქიფანიძე, ივანე გომართელი, ნიკოლოზ პოლმორდინოვი, რაჟდენ კოპალეიშვილი, დავით ჩეჩელაშვილი, გიორგი გელოვანი. შემდგომ წლებში კი ისეთი ექიმები, რომლებთან მოღვაწეობა და რომელთა არსებობა უკვე ჩვენს მეხსიერებაშიც არის შემორჩენილი, ესენი გახლავენ კოწია მეგრდივნიშვილი, ტარას ნიკოლეიშვილი, ოთარ გელოვანი, ამირან იაშვილი, საშა ალექსანდრე ბეთანელი, მარსელ გოზალიშვილი, დავით სირბილაძე, თინა რუხაძე, ბადრი ალფაიძე და ძალიან ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი ქართული მედიცინის. ჩვენი კლინიკის მთავარი ექიმი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბრძანდებოდა ბატონი ვახტანგ გიორგაძე, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი დასავლეთ საქართველოში მედიცინის ჩვენი კლინიკის ისტორიის შექმნასა, შენახვასა და მოვლაში. 1914 წლის თებერვალში საავადმყოფოს რომანოვების დინასტიის 300 წლისთავის აღსანიშნავად ეწოდა რომანოვების სახელი, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში იწოდებოდა როგორც ქალაქის პირველი საავადმყოფო, ხოლო 1999 წლიდან მეუფე კალისტრატის დიდი მეცადინეობით, მონდომებითა და ღვაწლით საავადმყოფო გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს და ეწოდა ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი. საავადმყოფო განსაკუთრებით გაფართოვდა და გაიზარდა 1989 წელს, როდესაც ტრადიციულ ქირურგიულ, თერაპიულ და ინფექციურ განყოფილებას დაემატა სპეციალიზირებული და აღსანიშნავია ის, რომ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი რევმატოლოგიური, პულმონოლოგიური და ნეფროლოგიური განყოფილებები.
ვიწრო სპეციალიზირებული განყოფილებების ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო გამოკვლევებისა და დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების დანერგვას, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების ათვისებას, პაციენტების მობილიზებას, იშვიათი ნოზოლოგიების გამოვლენას, აღრიცხვასა და ამ დარგების უფრო მეტად განვითარებასა და წინსვლას. როგორც ქუთაისმა გადაუსხა ორჯერ სისხლი თბილის, როდესაც წინა საუკუნის დასაწყისსა და 30-იან წლებში ქუთაისის ინტელიგენცია, პოეტები, თეატრალები, მეცნიერები დაიძრნენ დედაქალაქისაკენ, ისე ჩვენი საავადმყოფოს კადრებით 1960-61 წელში დაკომპლექტდა დასავლეთ საქართველოში მოწინავე რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლის ხელმძღვანელმა ძალიან უნარიანმა და ნიჭიერმა ექიმმა ბატონმა ალექსანდრე ბუჭა-ძოწენიძემ ირგვლივ შემოიკრიბა იმ დროისათვის პროგრესულად მოაზროვნე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა მოწინავე ქალაქებში განათლება მიღებული ახალგაზრდები და შეიქმნა ერთ-ერთი ძლიერი სამედიცინო ცენტრი ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს სახით. 2000 წლებში ცხაკაიას სახელობის ეროვნული ცენტრი შეიქმნა, სადაც მოღვაწეობა გააგრძელეს ჩვენი კლინიკის ტრავმატოლოგებმა, ნეიროქირურგებმა, ნევროპათოლოგებმა და კარდიოლოგებმა. სხვადასხვა პერიპეტიების, წინააღმდეგობების მიუხედავად, კლინიკამ გააგრძელა წინსვლა, აღმასვლა, განვითარება და ამჟამად წარმოდგენილია სრულიად ახალი, სრულყოფილი, ტექნიკურად და აღჭურვილი და გამართული, საუკეთესო კადრებით დაკომპლექტებული თერაპიული, პულმონოლოგიური და ნევროლოგიური, ქირურგიული, ინტერვენციული კარდიოლოგია და ანგიოქირურგია, ნეფროლოგიისა და დიალიზის განყოფილება, ინფექციური, პედიატრიული, რეანიმაციული და მძლავრი პოლიკლინიკური მიმართულება. შესაბამისი ლაბორატორიული და რადიოლოგიური განყოფილებების მხარდაჭერით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს პაციენტების სრულ და კვალიფიციურ მკურნალობას.